Მარიამ, უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ გენიალურ პროექტზე, ხა ცოტა ხანში ყველაფერს მოგეყვებით თქვენს და მაყურებელსაც. დადგა დრო ძვირფასო მაყურებელო, რომ რიგით 22-ვე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საჩუქარი თეატრის მოყვარულებს ნამდვილ საჩუქარს უმზადებს. არა მარტო თეატრის. ახლავე ვიტყვით მაგასაც. 25 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ფესტივალი განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება. ეს წელი გამორჩეულია იმითაც, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საჩუქარი 2025 წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ოფიციალურად გადაეცა. დაუბრუნდა. ძალიან კარგია მომწონს. დაუბრუნდა. ოფიციალურად დაუბრუნდა. ჩვენი სტუმრები არიან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გიფტის სამხატვრო ხელმძღვანელი ხოსორია ქალბატონი ქეთევანდოლიძე და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ივანე მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუმრობისათვის. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მობრძანდით. მე ერთი რამე მინდა ვთქვა თავიდანვე რა. ეს არის ფესტივალი 97 წლიდან მოყოლებული. კი ბატონო, მე მთელი სტუდენტობა ლექციები და ვიპარებოდი რომ იმ სპექტაკლებზე მოვსულიყავი იმ პერიოდში როცა იყო და ამ ფესტივალმა საკმაოდ სხვათა შორის თაობებიც კი აღზარდა და ნიშანდობლივია რომ თუმანიშვილის თეატრია ეს იმიტომ რომ თუმანიშვილი ბატონი მიხეილი დიდ რეჟისორთან ერთად დიდი პედაგოგიც იყო. ისიც აღზრდით იყო დაკავებული და ეს პირველი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო ბატონი მიშა. მართლა? და მე გადაღებული მაქვს კიდე კარგი რომ ეს ჩემთან სახლში არ მახსოვს ვიღაცა იყო სტუმრად ჩამოსული და ბატონი მიშაც გვეწვია. და მაშინ მე ვუთხარი რომ ბატონი მიშა გადაღებულია, ესე თქვენ უნდა იყოთ სამხატვრო ხელმძღვანელი. სადაც თქვენ და თქვენი გუნდი ხართ, მე არა ვარ იქ საჭირო. მე ვუთხარი, არა, საჭირო ხარ და ზუსტად რამოდენიმე თვეში ბატონი მიშა წავიდა. კი, ასე იყო. ქალბატონო ქეთევანი, ეხლა გითხარით, რა ხდება წლევანდელ წელს? წლევანდელ წელს, აი ეხლა ჩავხედა უფრო კარგად რომ არაფერი შემეშალოს. ჯერ ეს ერთი დაბრუნდა სანკაიჯუკუს დასი იაპონიიდან. ბრუნდება, გეტყვით ხა უბრალოდ ეს ფესტივალი ბევრ მიმართულებას საერთიანებს. ეს არის როგორც ამას აქვს მნიშვნელობა რომ ეს არის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. სულ რა თქმა უნდა, ხა უმთავრესი მიმართულება თეატრია, იმიტომ რომ თუმანიშვილის სახელობის არის, მაგრამ ჩვენ მაინც სულ უსვამთ ყველანი ხას რომ ეს არის ხელოვნების, იმიტომ რომ აქ არის გამოფენები, აქ არის მუსიკოსები, აქ არიან არ არის მარტო ერთი ექსპერიმენტული დამუშავებები რა. ესე იგი პირველი არის ცეკვის თეატრი სანკაიჯუკუ იაპონიიდან მეგური აი ესეთი სპექტაკლი აქვს. მერე თეატრალური კომპანია არის კეპლერი, რომელსაც ჩამოაქვს ესეთი სპექტაკლი წასული. მერე არის თეატრი კულუნკა ანდრე და დორინი, ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი სასაცილო დიდი ნიღბები უკეთია, დიდი ნიღბები, მაგრამ ისეთი ნიღბებია, რომ აბსოლუტურად ცოცხალ ადამიანების, თვითონ ცოცხლები არის, რა თქმა უნდა. ნიღაბის სიცოცხლე შესაძლოა. მაგრამ ეს ნიღაბი არის, ისე ამუშავებენ ამ ნიღბებს, რომ სრული შეგრძნება გაქვს, რომ აი ცოცხალ ადამიანებს უყურებ. მერე არის ვნებები თელეფქვეშ, ეს ჩვენი თეატრის სპექტაკლი გახლავთ. მერე არის რავენას აი ფოკუს იტალიას ამბავია, ხო ეს? ფოკუს იტალია, ხო. კი ბატონო. მერე არის პოეტთა განსაწმენდელი ესეც რავენას, მერე არის წიგნის ესეთი პრეზენტაცია გვაქვს ფსიქოტროპი ნინია სადღლობელაშვილის. მერე გვაქვს მადრე ფოკუს იტალიას პარკლებში. მერე გვაქვს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი გრძელი დღის შემოღამება. მერე არის არგენტინელი რეჟისორის მიერ არგენტინაში განხორციელებდა ვანო იქ იყო და ვანოს კითხოთ როგორი იყო ეს პრემიერა. ქალბატონო ქეთევანი, ვიცი რომ ძალიან დატვირთულია პროგრამა. მოდით მაყურებელს დავუტოვოთ რომ პროგრამა თავად ნახოთ და ჩვენ ნახავენ აუცილებლად, მაგრამ ჩვენ გამორჩეულად ვისაუბროთ იმაზე, აი თქვენ თვითონ რომელს გამოყოფდით აქედან, რომელი მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის აკრძალული კითხვა, იმიტომ რომ მე
მე რომ ვინმე გამოვხო მაშინ სხვა რა დააშავეს მე ვთვლი რომ მიუხედავად იმისა რომ აი ძალიან ესეთი შემჭიდროებული პროგრამაა აი არ ღირს არაფრის გამოტოვება არც ქართული სპექტაკლების და არც უცხოურის და ეხლა ჩვენ კი უკვე დიდი ხანია ვართ განებივრებული ბევრი ფესტივალით მაგრამ მე შემიძლია აი ხო იცით აი ცოტა დავიწავეტრება ხო რომ ამ ფესტივალს თვითონ შეუძლია აირჩიოს ვის მოეწოდოს და ვის არა და გაბართალია სხვადასხვა და მე ძალიან მიხარია რომ აი ვანო ყავს ახლა გვერდში იმიტომ რომ ვანო იყო სულ პატარა ბიჭი როდესაც ჩემ სპექტაკლში სერობა მივამდე და მოწაფე აი სწორედ ბატონ ვანოსთან გვინდა ახლა გადავიდეთ კითხვით ზოგადად რას ნიშნავს ის რომ ფესტივალი საჩუქარი დაუბრუნდა თუმანიშვილის თეატრს საიმაყურებელს რომ აუხსნათ როგორ აისახება ეს ზოგადად თქვენს თეატრზე მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ეს დაბრუნება ძალიან ბევრ ამას იტევს ასე ვთქვათ და განგიმარტავთ ამას რომ როგორც 28 წლის თავზე ასე ვთქვათ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ფესტივალს სხვა სტატუსი ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი სტატუსი მიიღოს ის გახდეს სახელმწიფო ფესტივალი და თუმანიშვილის თეატრში დაბრუნება ნიშნავს სწორედ ამას რომ მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ხდება ასე ვთქვათ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ანუ პირველი 2 წელი იყო და მე რატომღაც გაწიეს ეს გამოცდილება თუმანიშვილის თეატრს ჰქონდა როცა თუმანიშვილის ფესტივალი თუმანიშვილის თეატრის სრულყოფილების ჯილდო ხო რაღაცა ჯილდოს ხო გასცემს ჯილდოც არსებობს ხელოვნებაში თუმანიშვილის გია ჯაფარიძის გაკეთებული აი არაჩვეულებრივი შედევრალური ძეგლის ასლი პატარა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი თვითონ ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად თეატრისთვის იმიტომ რომ მე 22 წელში რომ დავინიშნე და პროგრამა წარვადგინე ასე ვთქვათ კულტურის სამინისტროში იქ მე რა თქმა უნდა ამხელა მასშტაბს არ მოვიაზრებდი მაგრამ იქ მქონდა გაწერილი რომ თუმანიშვილის სახელს რაც უკავშირდება ყველა აქტივობა რომელიც არის ასე ვთქვათ გაბნეული კარგი გაგებით მე ვფიქრობ რომ მაინც ეპიცენტრი უნდა იყოს მისი სახელობის თეატრი და ყველანაირად ვეცდები მეთქი რომ დაუკავშირდეს ყველა აქტივობა და არის კიდე რამოდენიმე აქტივობა ძალიან საინტერესო რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება და აუცილებლად გავაკეთებთ იმას რომ ეს ყველაფერი იყოს თეატრის ქოლგის ქვეშ, იმიტომ რომ თეატრი როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, ხო, უფრო მეტი გარანტია არის იმისი, რომ ხვალდაზეგ, ხო, რაღაცა რომ შეიცვალოს, ხო, ეს სახელი და გვარი, ეს ამხელა მოვლენები, რისი სახელითაც ხორციელდება ესა თუ ის პროექტი, ხო, იყოს მუდმივად და სახელმწიფომ იზრუნოს ამაზე და კულტურის სამინისტროს და ქალბატონ მინისტრს პირადად უხდი ამისთვის მადლობას რომ აი ეს ფაქტი შედგა. მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ლევანმა ახსენა თქვენი წარდგენის დროსვე არის ახალგაზრდა შემოქმედების დახმარება, ეს საჩუქარი ყოველთვის იყო ამაზე ორიენტირებული, ეხმარებოდა როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. წელს როგორი იქნება ეს ჩვენ ესეთი კოლეჯი დავაარსეთ ბიენალე კოლეჯი იტალიელებთან ერთად ჩვენ ყავს პარტნიორი ჩვენ საერთაშორისო დირექტორატი ყავს ამ ფესტივალის ასე ვთქვათ წარმართველი და ყველაზე ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებს ამ დირექტორატში ყოველთვის უკავშირდებით და არის ასეთი მიქელე პანელა არაჩვეულებრივი ჩვენი მეგობარი რომელიც სოფო თორქლაძემ რომელიც არის მოტორი ამ ფესტივალის და ესე იგი პირველი წლიდან 16 წელს იყო სოფო რომ მოვიყვანე ამ ფესტივალზე და იმის მერე არის და სხვათა შორის უნიკალური უნარი აქვს აი მოპოვების და ჩვენ ხო ვერსად ვერ გავდივართ აი კომპიუტერთან ზის და იქედან ვიღებთ გავდივართ
ეხლა უკვე დავდივარ სადღაცა. სხვათა შორის სოფოს განვიცი ქალბატონი ერნა იტალიელი ცნობილი მსახიობი ჩამოდის ჩვენთან როგორც ვიცი ფოკუს იტალიაში. კი. და რაღაცა მიძღვნილია საკმაოდ დიდი დოზით ეს ფესტივალი. საერთოდ ფოკუს იტალია გვაქვს წელს და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება და რაც თავარია სულ იმისკენ ვარ რომ აი ბევრი ახალგაზრდა მოვიდეს, ბევრი ახალგაზრდა დაესწროს და როგორც წესი ჩვენ ასე გვაქვს აი ტრადიცია გვაქვს. აი ახალგაზრდები ახსენებთ. აი ესე ვაღებთ კარს და ბოლოს უკვე რა მაგარი, აი ეგ უნდა კითხო ზუსტად თქვენ რა მასტერ კლასების ამბები ხო? ახალგაზრდებთან დაკავშირებით ასევე ამ ასე ვთქვათ თუმანიშვილის თეატრთან დაკავშირებამ უფრო მჭიდროდ ფესტივალის და თუმანიშვილის თეატრის გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ეს უკვე სხვა თეატრებზეც გავრცელდება შემდეგ წლებში, იმიტომ რომ საერთაშორისო ფესტივალი, თუმანიშვილის ფესტივალი არის საქართველოსი და არა მხოლოდ თუმანიშვილის თეატრის და მოხდა კორპროდუქციების დაგეგმვა და აი ფესტივალზე იქნება 3 კორპროდუქცია, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. წეგან ქალბატონმა ქეთი მახსენა, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით არგენტინაში, მე და ქალბატონი სოფო თორთლაძე, გენერალური მენეჯერი ფესტივალის და სწორედ ამ სპექტაკლის პრემიერა შედგა ასე ვთქვათ არგენტინაში და არგენტინელი რეჟისორი, რომელიც ჩვენ მანამდე მოვიწვიეთ, მან ჩაატარა რეპეტიციები თუმანიშვილის თეატრში, სადაც თამაშობს თამრი ბზიავა, ანი მურღულია და მარიამ ჟამერაშვილი. ტექნიკური ჯგუფიც და მუსიკალური, ასე ვთქვათ რა. ვანო, წუთ ნახევარში უნდა დავასრულოთ ეთერით, ბევრი კითხვა გვაქვს და რამე მნიშვნელოვანი თუ არის სათქმელი ამ წუთში უთხრათ მაყურებელს ჯობია. მნიშვნელოვანი არის, რომ არგენტინაში ასევე ჩვენ შევხვდით კორდოვას კულტურის სააგენტოს პრეზიდენტს, სადაც გაფორმდა მემორანდუმი ბატონ რაულ სანსიკთან ერთად და ეს მოიცავს, რომ მომავალი წლები იქნება თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე კეპლერისთან ურთიერთობა, ესეც იტალიურ ფოკუსთან არის დაკავშირებული, რომლებიც წარმოადგენენ ასე ვთქვათ პრეზენტაციას, თეატრალურ პრეზენტაციას სპექტაკლის, ხოლო 26 წელს უკვე იქნება ასე ვთქვათ დასრულებული სპექტაკლი, რომელიც ასე ვთქვათ ნაციონალურ იტალიის ნაციონალურ თეატრში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. შევახსენებ მაყურებელს, რომ 25 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე გაიმართება თუმანიშვილის სახელობის თეატრში, კინომსახიობთა თეატრში ფესტივალი საჩუქარი და მე ამ ფესტივალს ხსნით ფესტივალს ოპერაში. ოპერაშია გახსნა კი ბატონო. წარმატებებს გესურვებთ და ჩვენ კი მაყურებელს დიდ მადლობას გადავუხდით, რომ იყვნენ ჩვენთან ერთად.